მიმდინარე ეკონომიკური ფინანსური კრიზისის პირობებში ქვეყანაში მთავრობას, პარლამენტს, მთლიანად ხელისუფლებას და ყველას გვჭირდება ძალიან მოქნილი მუშაობა საიმისოდ, რომ პასუხები გავცეთ იმ პრობლემებს, რომელიც არის დღეს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს რეგიონებში. ამიტომ მე მოგმართავთ თხოვნით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წინაშე თავად მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის და ასევე პარლამენტის გავლენის გასაძლიერებლად იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა სამინისტროებმა, მთავრობებმა საქმის ყურში არათუ ჩაგვაყენონ, არამედ პარლამენტმა მოახდინოს გავლენა ამ პოლიტიკის ფორმირებაზე, იქნებ მიმდინარე თვის განმავლობაში აქტიურად შეხვდეთ მინისტრებს, მთავრობის წევრებს. თუ საჭირო იქნება და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭირო იქნება თავად პრემიერ-მინისტრის მოსვლაც საქართველოს პარლამენტში, რათა ვისაუბროთ იმ თემებზე, იმ პრობლემებზე, რომელზეც ყოველდღიურად მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში, სოფელში ჩვენ გვიწევს საუბარი, პრობლემები უკავშირდება სოფლის მეურნეობას, დადგა გაზაფხული, საგაზაფხულო სამუშაოები უნდა დაიწყოს და მართლა ძალიან ბევრი პრობლემაა. დევნილთა კომპაქტური გასახლების ადგილებში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ჩვენ შესაბამის მინისტრთან დიდი ხანია რაც პარლამენტში დებატების საშუალება, პრობლემების დასმის საშუალება, პასუხების მოსმენის საშუალება არ გქონია. იგივე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ბიზნესთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოხატული ნების კვალდაკვალ რა ნაბიჯები იდგება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ამ თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავრობის თითქმის ყველა სფეროში ძალიან დინამიურ პროცესებს ველით საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს ეკონომიკურ კრიზისს და იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება ჩვენ უახლოეს მომავალში დაგვიდგეს. პრინციპულად დაგეთანხმებოდით აბსოლუტურად იმ ნაწილში, რომ კარგი და აუცილებელია, რომ პარლამენტი და მთავრობა იყოს უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში. რა თქმა უნდა, ხა კომუნიკაციის ამოცანა არ არის თვითმიზანი, რომ მინისტრებთან კონდეს უფრო ინტენსიური კონტაქტი, მიზანი და ამოცანა ამ პროცესის უნდა იყოს ის, რომ საზოგადოება იყოს მეტად ინფორმირებული, რა ხდება კონკრეტულ სფეროებში, რა ხდება კონკრეტულ სამინისტროებში და რას აკეთებს მთავრობა და ზოგადად ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. პირველ რიგში ისეთ პრობლემების, როგორც არის, ვთქვათ, სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების ზრდა და ყველა ის საკითხი, რაც ვიცით ერთად, რომ მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ პრინციპულად ამ ნაწილში მე ნამდვილად დაგეთანხმებოდით, რომ კარგი იქნება უფრო აქტიური ინტერაქცია პარლამენტს და მთავრობას შორის. ვეგთავაზობთ, რომ ამ დღეების განმავლობაში გავმართოთ ჩვენი საპარლამენტო კონსულტაციები უმცირესობის, უმრავლესობის მონაწილეობით და მოვიფიქროთ, რა ფორმით შეიძლება ეს გავაკეთოთ. გეთანხმებით, რომ სამთავრობო საათი თავის ფორმატით საკმაოდ შეზღუდულია, იცით, რომ თვეში ერთხელ იმართება მხოლოდ, ამიტომ შესაძლებელია გამოვიყენოთ სამთავრობო საათით, მაგრამ შესაძლებელია ვიფიქროთ რაიმე სხვა მექანიზმებზეც. ამიტომ მოდით ფორმასთან დაკავშირებით ჯერ ნუ გავასწრებთ პროცესს, ამ კვირაში უახლოეს 2-3 დღეში შევიკრიბოთ კონსულტაციებზე. ერთად ჩამოვყალიბდეთ რა ფორმით და რა ფორმატით მოხდება და რა მიმართულებებით მოხდება მთავრობის მოსმენა პარლამენტში, მაგრამ თვითონ ამ პროცესთან დაკავშირებით მე პრინციპულად ნამდვილად არაფერი არ მაქვს საწი დავდაგო, ისევ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს ძალიან მკაფიო წარმოდგენა, რას აკეთებს მთავრობა პრობლემების მოსაგვარებლად. მით უმეტეს, რომ ეს კარგია პარლამენტის და საპარლამენტო კონტროლის პროცესისთვისაც. შევთანხმდეთ, რომ ამ კვირაში გვექნება კონსულტაციები, ჩამოყალიბდებით ფორმაზე და შემდეგ უკვე მთავრობასთან გვექნება კონსულტაციები, რომ მთავრობამ ასე ვთქვათ, ამ ფორმატის მიხედვით წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს.